მყოფებოდი მეც. მინდა გითხრათ, რომ 2009 წლის მაისში საქართველოში განხორციელდა შეიარაღებული ამბოხი, რომელსაც ჰქონდა მიზნად 90-იანი წლების მსგავსი სისხლიანი მოქმედებების გავრცელება მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ამბოხის ორგანიზატორები იყვნენ ადამიანები, ბატონები ყრიალაშვილი და ოთანაძე, რომლებსაც ზუსტად ანალოგიური ქმედება ჰქონდათ ჩადენილი ადრეს, კერძოდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ შეძლო განსხვავებით შევარდნაძის პერიოდისგან ერთი დღის მანძილზე ამ სიტუაციის ამოწურვა ისე, რომ ადგილზე არ ყოფილა არათუ გარდაცვლილი, არამედ დაზარალებულიც კი. ეს არის ბრძანება, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს იძახის, რომ ორი ადამიანია, ორი ადამიანის დაკავებაა საჭირო და იგულისხმება, რომ თუ ისინი გაწევენ წინააღმდეგობას, ბუნებრივია აბსოლუტურად ესეთ შემთხვევაში ძალოვანების მხრიდან ადეკვატური მოქმედება. ის რომ ეს არ იყო თვითმიზანი, მე მგონი ძალიან მარტივად შეიძლება დავასაბუთოთ, როდესაც დაკავების ოპერაციის დროს კიდევ ერთხელ ერთ-ერთი იქნა ლიკვიდირებული, მეორე იყო საკმაოდ მძიმედ დაჭრილი, ასევე შემიძლია დავადასტურო პირადად, იმიტომ რომ იქ ვიმყოფებოდი, იყო სასწრაფოდ გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, კვალიფიციური სარეაბილიტაციო სამედიცინო დახმარება და კიდევ ერთხელ ამის დღეს არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ ჩვენი ქვეყნის და სამწუხაროდ სარგებლობს გმირის და პოლიტპატიმრის სტატუსით.